ღირს თუ არა ამ საქმის გააკეთება, ამ ნაბიჯის გადადგმა. პირველ რიგში კარგად უნდა დაფიქრდეთ. ჩაიხედეთ თქვენ შიგნით, ინტუიციას კითხეთ, გამოცდილებას, ძველ გამოცდილებას, ზოგადად სიტუაციიდან გამომდინარე მსგავსი შემთხვევები, кейსები თუ ყოფილა, ხო? კარგად დაფიქრდით, აწონეთ, სრული კონცენტრაცია მოახდინეთ გონების და გულის ემოციებს არ აყვეთ, არამედ სიბრძნით მოიქეცით თქვენი ასაკიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძველი ცხოვრებიდან, წარსულიდან, პირადი გამოცდილებიდან, სხვა გარე გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად დაფიქრდით, რამდენად იქნება ეს სწორი ნაბიჯი, რამდენად მოგცემთ თქვენ ეს სამომავლოდ სწორ მიმართულებას, ხომ არ დაამძიმებს თქვენს ახლანდელ მდგომარეობას, რამდენად იქნება ეს პროგრესული, რა განაპირობებს ამას თქვენი პირადი ღრმა ინტერესი, თქვენი გსურთ თუ არა, იქნებ გსურთ დამტკიცება იმისა, რომ თქვენ ხართ უპირატესი, თქვენ ხართ უფრო მეტად ჭკვიანი, გამოცდილი, ბრძენი, მეტად კეთილი, მეტად კეთილგონიერი. რა იმალება ამის სიღრმეში, რა იმალება ამ ნაბიჯის უკან. კარგად დაფიქრდით, აქ გმართებთ დაფიქრება, ანალიზი და შემდგომში უკვე სიბრძნით აუჩქარებლივ გადადგმა ამ ნაბიჯის. მზად იყავით რისკებისთვის, დანაკარგისთვის და შემდგომში უკვე შეძენისთვის. უნდა გაისარჯოთ ამისთვის, მარტივი არ იქნება.